გაუმარჯოს. გუშინ საღამოს უკვე გვიანი იყო. თბილისში სახლში ვიყავი, როცა ამინდის პროგნოზს ჩავხედე. ამინდის პროგნოზს ძირითადად უყურებ ჩემს სოფელში რა ამინდია. შევხედე და წერია უკვე იმ დროს, როდესაც მე ჩავხედე, სადღაც 11 იყო დაწყებული. წერია -8 და გვერდზე რო გადავწია შემდგომი საათები. იყო 11, 12, 13 გრადუსი. ეგ რო წერია მინუსებზეა საუბარი. ეგ რო წერია არის დაახლოებით 15-16 ასე რა. ხო და მე კი ვიცი რომ ჩემი ძაღლები ამტანები არიან სიცივის. მაგრამ მაინც ვინერვიულია და არ დამეზარა. ჩავჯექი მანქანაში წამოვედი სოფელში. ჩამოვედი, რა თქმა უნდა ძაღლები შემომეგებდნენ, გადმოვედი ცივა, ყინავს. ხო და ეხლა სპეცოპერაცია მაქვს რა, ქოხში პატარა სახლი სადაც აქვს ძაღლის. მოვიტანე რაღაცეები შევწყე, დავთბილე. ამ წუხელ გვიან, -8-9 არის უკვე. საჭმელი რაღაცები ყველაფერი რა, ისეთი მოუწყე რა, გადავაგორებინო, ღამე, ბედურების, გაყინვის, ეხლა ყველაფერი აქვთ, მოვიდნენ, ცოტა მეთამაშნენ, მიირთვეს საჭმელი, მივხვდი რა, ხომ დავანებო თავი რა შევლენ, დაწებიან, ჩათბებიან. მე ვდგავარ, ვუყურებ, ისინი სხედან უბრალოდ თულში მიყურებენ. მე ვთქვი, ალბათ მე რო ვარ აქ მაგიტო. შევედი სახლში, ჩუმად ფანჯერიდან ვუყურებ რა, დაშვებიან. სხედან, ასე იხედებიან აქეთ. მე ძალიან მხიარულად ერთი მხარეს გაიქცა, მეორე მხარეს. ღამე ვამოწმებ, აბა თეთრად გამათენებინეს. ღამე ვამოწმებ, აბა ხო არ მოვიდნენ, მე არ ჩანან, გამოვდივარ გარეთ, ვეძახი, ჩემი ფეხები არ მოდიან, დაიყინეთ, ავედი ზევით სახლში. ვათვალიერებ, არ ჩანა და. ხო და დილით უკვე ვიცი რომ ორი საფლავი მაგ გასათხელი სადმე აქვს. მე ჩავფლა ესე, გაყინურებ, გაშეკილები, ან გავალღობ და ფორმა რომ მივცე რაღაცა გულზე ხელები დავაწყობინო, პირი აუკრა, მოკლედ როგორც ხდება ხოლმე. დილით გამოვედი მორბიან საიდან გამოძურნეს სახლის ქვემოთ, სადაც მე მძინავს, ჩააქვთ ყობა ფუღურო ამოთხრილი და ბედნიერად არიან. ჩემი სპეცოპერაცია წუხელ რო არ დავჭი თბილისში დღეს რო მასე პროცედურაზე არ წავედი კლინიკაში და რაღაცეებზე. არა. დამპლები ესენი. ეს არის ჩემი ამბავი. იტანენ ყინვას.